მათეს სახარების განმარტება, თავი 21. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალიმთ და მოვიდეს ბეთბაგეთ და ბეთანიად მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინა იესო ორნი მოწაფეთა მისთაგანი და რქვა მათ, წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქვენსა და მეხსეულად პოოთ ვირი დაბმული და კიცვი მისთანა, ახსენით და მომგვარეთ მე იგი. იუდეაში არსებობდა ტრადიცია. მეფეები მშვიდობიანობის დროს სახედრებს სამეფო შემოვლისთვის იყენებდნენ, ხოლო ცხენებს სამხედრო მიზნებისთვის. იესო ჩოჩორზე შეჯდა იმის ნიშნად, რომ მას მოაქვს მშვიდობა, იგი მშვიდობის მეუფეა. წმინდა მამები განმარტავენ, ვირი სიმბოლურად გამოხატავს ებრაელ ერს, ხოლო ჩოჩორი წარმართ ხალხებს, რომლებიც თავდახრილნი შეუდგნენ ქრისტე მაცხოვრის ტკბილ უღელს და მიიღეს მისი წმინდათა წმინდა სწავლება. და უკვე თუ ვინმე გრქვას რაიმე თქვენ, არ ქუთვით არმედ უფალსა უხმან ეგე და მეხსეულად მოავლინეს იგინი. სინამდვილეში რამ აიძულა ეს ღარიბი ადამიანები, შეიძლება მიწის მუშაკნი, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უცხოებისთვის მიეცათ საკუთარი სახედარი. თუ მათ პირუტყვები დაუთმეს მოწაფეებს მხოლოდ იმ ერთი სიტყვის გამო, რომ უფალს სურდა ეს მით უფრო გასაკვირია, რადგან მათ არ ყავდათ ნანახი უფალი, არამედ მხოლოდ მისი მოწაფეები. სწორედ ამით უფალი აგებინებდა მათ, რომ მას შეეძლო შეწინააღმდეგებოდა გაბოროტებულ იუდეველებს, როდესაც ისინი მოვიდოდნენ მის შესაპყრობად, მაგრამ ეს თავად არ სურდა. მეორე მხრივ იგი ამით ასწავლის მოწაფეებს და ყველას, რომ წინააღმდეგობის გარეშე ყველაფერი შევწიროთ უფალს, რაც უნდა მოითხოვოს ჩვენგან, თვით სიცოცხლეც კი, რადგან თუ უცხონი მშვიდად დაემორჩილნენ მის ბრძანებას, მით უფრო მეტად უნდა დამორჩილებოდნენ მოწაფეები თავიანთ მოძღვარს. ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულოს სიტყვაი იგი წინასწარმეტყველისაი, რომელ თქვა, არქუთ ასულსა სიონისასა, ახა ესე რა მეუფე შენი მოვალს შენდა, მშვიდი და ზეზის იგი ვირსა და კიცვსა ნაშობსა კარაულისასა. წინასწარმეტყველებას უფალი როგორც ისტორიული, ასევე დაფარული აზრითაც აღასრულებს. ისტორიული თიმ გაგებით, რომ მართლაც სახედარზე შეჯდა, ხოლო გადატანითი მნიშვნელობით სახედარზე შეჯდომა ახალი, გაუხედნავი და ურჩი წარმართების მოთვინიერებას აღნიშნავს. სახედარი და ჩოჩორი საკუთარი ცოდვების თოკებით იყვნენ დაბმულნი, ამიტომაც მათ ასახსნელად პავლე წარმართებთან წარიგზავნა, ხოლო პეტრე წინადაცვეთილებთან, ანუ იუდეველებთან. ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესო და მოჰგვარეს ვირი იგი და კიცვი მისთანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი და დაჯდა მას ზედა. დაჯდა ჩოჩორზე, რითაც მიემსგავსა თავის წინაპარს, მეფე დავითს, და დაჯდა იმიტომ, რომ მოეცა ჩვენთვის წესი ცხოვრებისა. ისე რომ მომხდარ იყო, რომ ვინმეს უძლურების გამო დასჭირვებოდა პირუტყვი, იესო ქრისტემ გვიჩვენა, რომ ცხენებისა და დიდი ულაყებისთვის კი არ უნდა მიეშურებინა, არამედ სახედარსაც უნდა დასჯერებოდა და აუცილებელზე მეტი არ ესურვა. ეტლით კი არ წავიდა, როგორც იქცევიან ჩვეულებრივ ქვეყნიური მეფენი. არ მოითხოვა ძღვენი, არ მოახვია შიში გარეშე მყოფთ,
არიახლა თან შუბის მტვირთველნი, არამედ აქაც გვაჩვენა უდიდესი სიმდაბლე. შეეკითხეთ რომელიმე იუდეველს, თუ ახსოვთ რომელიმე მეფე, რომელიც ჩოჩორზე მჯდარი შესულა იერუსალიმში. იგი ვერცეც ვერ დაგისახელებს, არამედ მხოლოდ იესოს. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა და სხვანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. სხვადასხვა ხის მწვანე ტოტებს უფენდა ხალხი, რომლებიც კი ხვდებოდათ გზის მახლობლად და არხევდნენ მათ ჰაერში და ყრიდნენ გზაზე იესო ქრისტეს წინ. პალმის ტოტები აგონებდნენ ებრაელთა დიდ დღესასწაულს და დავით მეფის 117 ფსალმოს, რომელიც იგალობებოდა ამ დღეს, რის გამოც იგი ზეპირად იცოდნენ პატარა ბავშვებმაც კი. იერუსალიმში შემავალი ქრისტე მაცხოვარი ხილულად ემსგავსებოდა იმ ლოდს, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებლებმა, მოისროლა სინედრიონმა, მაგრამ დავითის სიტყვისამებრ უნდა მოქცეულიყო სათავეში და საკვირველი უნდა გამხდარიყო მთელი იუდეველი ერისთვის. და ერი იგი რომელი წინა უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს, ოსანა ძესა დავითისა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელი ხარ მაღალთა შინა. ხსენებული საგალობელი მათ დავითისგან ისესხეს. სიტყვა ოსანა ცხონებას ნიშნავს. დავითის მეუფებას ისინი უწოდებდნენ ქრისტეს მეუფებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქრისტე წარმოდგებოდა დავითის თესლისგან. მეორეც იმიტომ, რომ დავითი ნიშნავს ძლიერს ხელით. ხოლო ვინაა მეორე ისეთი ძლიერი ხელის, როგორიც უფალი, რომლის ხელებმაც ასეთი საკვირველი საქმეები მოიმოქმედეს. დავუფინოთ ჩვენც ჩვენი შესამოსელი, ანუ ჩვენი ხორცი, ვინაიდან ხორცი არის სამოსელი სულისა და დავუმორჩილოთ იგი უფალს. განვომზადოთ ჩვენც ჩვენი ცხოვრების გზა, მოვჭრით რა ხეთაგან რტოებს, ანუ მივბაძავთ წმინდათა ცხოვრებას. ვინაიდან წმინდანები ხეებს ჩამოჰგვანან, რომლებისგანაც რტოებს ჭრის მათი სათნოებების მიმბაძველი. ჩვენი საქმეები როგორც წინამორბედნი, ისე შემდგომნი დაეღვთის სადიდებლად იყოს. ხოლო პირდაპირი ისტორიული მნიშვნელობით სამოსის დაფენა იგივე პატივის მიგებას ნიშნავს, ხოლო ჩამოკაფული რტოებისა ზეიმს გამოხატავს. დაფარული მნიშვნელობით კი უფალი მაშინ დაჯდა, რაჟამს მოწაფეებმა თავიანთი სამოსელი, ანუ სათნოებანი დაუფინეს. ამგვარად, თუ კი სული მოციქულებრივი სათნოებებით არ შეიმკობა, ღმერთი მასზე არ განისვენებს. წინ მავალნი, რომელნი წინა უვიდოდა, წინასწარმეტყველები არიან, რომლებიც ქრისტეს განკაცებამდე ცხოვრობდნენ. ხოლო უკან მიმავალნი, რომელი უკანა შეუდგა, განკაცების შემდგომ ცხოვრებნი, მოწამენი და მოძღვარნი. ისინი ქრისტეს თავიანთ სამოსელს უფენდნენ, ანუ სხეული სულს დაუმორჩილეს, რადგანაც სამოსელი და საფარველი სულისა სხეულია. დავით არცა შევიდა იგი იერუსალიმთ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს, ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი ეტყოდა, ესე არს წინასწარმეტყველი იესო ნაზარეთით გალილეაისად. გულუბრყვილო უბრალო ხალხს მართალია არ შურდა ქრისტესი, მაგრამ არც შესაბამისი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. ამიტომაც ამჯერადაც წინასწარმეტყველი უწოდეს. და შევიდა იესო ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი გამსყიდველი და ყოველი, რომელი იყიდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთა იმად დაამხვა და დასასხდომლები იგი ტრედის მოფარდულთა იმად დაუქცია.
უფალმა განდევნა ვაჭრები, რითაც აჩვენა, რომ ყოველივე მამის კუთვნილი თვითონაც ეკუთვნოდა. მას სურდა ეჩვენებინა მსხვერპლის შეცვლაც, განდევნა რა ტაძრიდან ხარები, ცხვრები და მტრედები. მან ამით გვაუწყა წინასწარვე, რომ აღარ არის მეტად საჭირო მსხვერპლშეწირვა და პირუტყვის დაკლა, არამედ საჭიროა ლოცვა. და რქვა მათ, წერილარს სახლსა ჩემსა სახლს სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა. ავაზაკების გამოქვაბული ტაძარს მეწვრილმანეთა, მყიდველთა და გამყიდველთა გამოუწოდა, რადგან მოხვეჭის სიყვარული ავაზაკთა ვნებაა. მეკერმენი ისინი არიან, ვისაც ჩვენ გადამხურდავებლებს ვუწოდებთ. და მოუხდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსამაშინა და განკურნა იგინი. უძლურთა განკურნებით იესომ აჩვენა, რომ ღმერთია და რომ კარგად მოიქცა, როდესაც როგორც უფლება მოსილმა თავისი სახლიდან უღირსები გაყარა. და ვით არც აიხილეს მღვდელმოძღვართა მათ და მწიგნობართა, რომელი იგი ქმნას სასწაულნი და ყრმები იგი რომელ ღაღადებდეს ტაძარსამაშინა და იტყოდეს ოსანა ძესა დავითისა. როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ ყრმები ქრისტეს დავითის საგალობელს უძღვნიდნენ, რომელიც როგორც ჩანს წინასწარმეტყველმა ღმერთს მიუძღვნა, შურით მოწყრულებმა უსაყვედურეს იმის გამო, რომ ნება მისცა მისთვის მიეძღვნათ ის, რაც ღმერთს ეკუთვნის. განრისხნეს და რქვეს მას, გესმისა რასა ესე იტყვიან, ხოლო იესო რქვა მათ, ჰე, არასა და აღმოგიკითხავსა ვითარმედ, პირითა ყრმათა ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქება. უფალმა ყრმები გაამართლა და თქვა, მე არათუ გაჩუმებას ვუბრძანებ მათ, ვინც ასე მომართავენ, არამედ მოწმედ წინასწარმეტყველსაც მოვიყვან და წარმოვაჩენ, რომ თქვენ ან უვიცნი ხართ, ან შურიანები, რადგან არასოდეს წაგიკითხავთ, ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ. იესო შევიდა ტაძარში და მალე უკანვე გამოვიდა, რითაც გვიჩვენა, რომ მას უკვე ტოვებს გასაპარტახებლად და გასაძარცვავთ. იგი მიდის ბეთანიაში, რაც ნიშნავს მორჩილების სახლს, რადგან დატოვებს რა ურჩ და გულქვა ადამიანებს, ახლა მოწაფეებთან ერთად მის მორჩილებთან მიემართება. და განთიად მორაივიდოდა ქალაქად შეემშია და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარა იპოვა მაშინა, გარნა ფურცელი ხოლო. და რქვა მას, ნუღარა იყოფი ნაყოფი შენგან საუკუნოდ და განხმა ლეღვი იგი მეხსეულად. იგი მოვიდა, რათა მოეძია და გადაერჩინა დაღუპული. ამიტომაც მოუკლებლად იწყალებდა, კურნავდა, აღადგენდა. სხვათა შორის მას უნდა გამოეჩინა თუნდაც ერთხელ, რომ იყო რა მხსნელი ქვეყნისა, არის კიდევ ადამიანთა მომავალი მსაჯულიც, რომ ღვთის სიკეთე უფლის ყოვლადძლიერი შუამდგომლობის მიუხედავად არასოდეს გადააფარებს ხელს უსამართლობასა და ბოროტებას. და აი ამ წმინდა სამსჯავროს გამოსაცდელად შეირჩა არა რომელიმე ადამიანი, არა რომელიმე სულიერი არსება, არამედ უსულო ლეღვის ხე, ისეთი ხე, რომელსაც პალესტინაში სიმრავლის გამო არ გააჩნდა რაიმე ღირებულება, იდგა გზის ნაპირას, არავის საკუთრებას იგი არ წარმოადგენდა და თავისი უნაყოფობით ახლოს იყო გახმობასთანაც. ლეღვის ხე ასევე მოასწავებს იუდეველთა სინაგოგას, რომელსაც აქვს მხოლოდ ფოთლები, ხოლო სულიერი ნაყოფი არ გააჩნია. ყოველი ადამიანიც, რომელიც ამ ცხოვრების სიამეებს არის მიცემული, ემსგავსება ლეღვის ხეს. მას არ გააჩნია სულიერი ნაყოფი მოშიებული იესოსთვის, არამედ მხოლოდ ფურცლები,
ანუ დროებითი წარმავალი ქვეყნის აჩრდილი. ლეღვის ხე შემოსილი იყო ფოთლებით, ამიტომაც შეიძლებოდა მისგან ნაყოფის იმედი ჰქონოდათ. იუდეველებს ჰქონდათ რჯული და წესები, წინასწარმეტყველთა სწავლანი და ყველაფერი ის, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მათ სხვა ხალხებზე უწინ გამოეღოთ ნაყოფი სინანულისა. მაგრამ ისინი მხოლოდ თავს იწონებდნენ ამ უპირატესობით და რჩებოდნენ უნაყოფონი. უფალმა დაწყევლა ლეღვის ხე, მან მოირიდა იუდეველთა ერი და ეს ხალხი დღემდე დარჩა როგორც გამომშრალი, უსიცოცხლო ხე, რომელსაც არ შეუძლია ჭეშმარიტი ღმერთის ცნობის ნაყოფის გამოღება. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკვირდა და იტყოდეს, ვითარ მეხსეულად განხმა ლეღვი იგი. მიუგო იესო და რქუა მათ, ამინ გეტყვი თქვენ, უკვე თუ გაქუნდეს სარწმუნოებაი და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღვისაი ამის ყოთ, არამედ რქვათ თუ მთასა ამას, აღიფხვე რამიერ და შთავარდი ზღვასა იყოს ეგრე. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქვენ. გაოცდი ღვთისკაცთმოყვარეობით, რადგან ჩვენც ღმერთს მიმსგავსებულთ, რწმენის მეშვეობით გვაძლევს სასწაულთმოქმედ ძალას, რომელიც თავად მას ბუნებით ეკუთვნის. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მთებიც კი გადავდგათ. მთა სულიერი აზრით არის ამპარტავანი გონება, რომელიც ქედმაღლობს და ჯიუტობს. ისაა ამპარტავანი, ვინც ამბობს, რომ ყველაფერს თავად აკეთებს და არა ღვთის შეწევნით. ასეთმა ადამიანმა უნდა აუკრძალოს ამ მთას, ანუ ამპარტავნებას და უთხრას, აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდი. და მორაივიდა იგი ტაძრად, მოუხდეს მას მღვდელმოძღვარნიეკი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ იგი ასწავებდაერსა და რქვეს მას, რომლითა ხელმწიფებითა ამას იქმ და ვინ მოგცა შენ ხელმწიფებაი ესე. განრისხებულნი იმის გამო, რომ ქრისტემ ტაძრიდან განდევნა მეკერმენი, ისინი მოდიან მასთან კითხვით, რომელი ძალით იქმ ამას. თითქოს და დაცინვით ეუბნებიან, ვინ ხარ რომ ამას აკეთებ. განა შენ ხარ დადგინებული მოძღვრად, განა მღვდელმთავრად ხარ ხელდასხმული. ეუბნებიან რა ამას, ცდილობენ გაჭირვებაში ჩააგდონ, რათა გამოიჭირონ იგი სიტყვაში. მას რომ ეთქვა მე ამას ჩემი ხელმწიფებით ვაკეთებ, ისინი ქვებით ჩაქოლავდნენ, როგორც ღვთის წინა აღმდგომს. ხოლო რომ ეთქვა ამას ღვთის ძალით ვაკეთებო, ასეთ შემთხვევაში მათ შეეძლოთ ხალხი ჩამოეცილებინათ მისგან, რამდენადაც იგი თავს ღმერთად აღიარებდა. მიუგო იესო და რქუა მათ, გკითხო მეცა თქვენ სიტყვაი ერთი, რომელი უკვე თუ მითხრათ მეცა გითხრა თქვენ, რომლითა ხელმწიფებითა ვიქმ ამას. ნათლისცემაი იოანესი ვინაი იყო, ზეცით ანუ კაცთაგან. ხოლო იგინი განიზრახვიდეს თვისაგან და იტყოდეს, უკვე თუ თქვათ ზეცით იყო, გრქვას ჩვენ, რაისათვის უკვე არა გრწმენა მისი. განხორციელებულმა საღმრთო სიბრძნემ გამოიჭირა ბრძენი მზაკრობაში. მათ ცალკე განმარტოებით რომ ესაუბრათ უფალთან, მაშინ მათ ენას, რომელიც მიჩვეული იყო ყოველგვარ სიცრუესა და ბოროტებას, არ გაუჭირდებოდა ეპასუხა, რომ იოანეს ისინი არ ცნობენ ღვთის წინასწარმეტყველად. მაგრამ ახლა როცა მათ კითხვა დაუსვეს უამრავი ადამიანის თანდასწრებით, რომელიც ასე პატივსცემდა იოანეს სიცოცხლეში და კიდევ უფრო მეტად აღიარა იგი მისი მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, მათ ვერ გაბედეს იოანეზე საჯაროდ გამოეთქვათ თავიანთი აზრი. შეიძლება რამდენიმე წუთმაც კი განვლო, ვიდრე ისინი დუმარეთ ფიქრობდნენ პასუხის გარშემო. მათ მაშინვე იგრძნეს, რომ თავად აღმოჩნდნენ იმ გამოუვალ მდგომარეობაში,
როგორშიც სურდათ ჩაეყენებინათ ქრისტე. და უკვე თუ ვთქვათ კაცთაგან გვეშინის ერისა ამის, რამე თუ ყოველთავე ვითარცა წინასწარმეტყველი უპყრიეს იოანე და მიუგეს იესოს და რქვეს, არა უწყით. რქუა მათ მანცა, არცა მეკითხრა თქვენ, რომლითა ხელმწიფებითა ვიქმ ამას. თუ კი ისინი აღიარებდნენ იოანეს ღმერთის მიერ გამოგზავნილად, მაშინ იძულებულები იქნებოდნენ მიეღოთ იოანეს მოწმობაც ქრისტეზე. ხოლო რამდენადაც მათ არ შეეძლოთ რაიმე ეპასუხათ, კიდევ უფრო მეტად რომ დაემდაბლებინა ისინი ეუბნება, მაშინ არც მე გეტყვით. არ უთქვამს მე არ ვიცი რა გიპასუხოთ თქვენ, არამედ არც მე გეტყვით. ანუ რამდენადაც თქვენ ღვარძლიანობთ, არც მე გხდით პასუხის ღირსად. აქ უფალი იმასაც გვასწავლის, რომ ბოროტი განზრახვით დასმულ კითხვებს არ უნდა ვუპასუხოთ, რადგან იუდეველთა მიერ მსაკრულად დასმული კითხვისთვის, თუმცა ეს მისთვის ძნელი არ იქნებოდა, პასუხი არც თვითონ გაუწია. აქვე ქრისტეს მაგალითით იმასაც ვსწავლობთ, რომ თავი არ უნდა განვიდიდოთ. რა თქმა უნდა, უფალს შეეძლო ეთქვა, ასე რომელი ძალაუფლებით მოქმედებდა, მაგრამ არ თქვა, რათა არ ეფიქრათ, რომ თავს თვითონ განიდიდებდა. აწ ვით არ გონებთ თქვენ, კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე, მოვიდა პირველისა მის და რქვა, შვილო წარვედ დღეს და იქ მოდე ვენახსა ჩემსა, ხოლო მან მიუგო და რქვა, არა მნებავს, ხოლო უკანასკნელ შეინანა და წარვიდა და მოუხდა მეორესა მას და რქვა ეგრეთვე, ხოლო მან მიუგო და რქვა, წარვიდე უფალო და არა წარვიდა. უფალს აქ ორგვარი ხალხი შემოჰყავს, ერთნი რომლებმაც თავიდანვე დადეს აღთქმა, ასეთები იუდეველები იყვნენ, მათ თქვეს ყველაფერს შევასრულებთ, რაც უბრძანებია უფალს. ხოლო მეორენი ურწმუნონი, მაგალითად მეზვერენი, მეძავნი და აგრეთვე წარმართნი, რომლებიც თუმცა თავდაპირველად ღვთისნებას არ დაემორჩილნენ, მაგრამ ბოლოს შეინანეს და შეისმინეს. ვინ ორთა ამათგანმან ყონება იმამისათვისისა, რქვეს მას პირველმან მან, რქვა მათიესო, ამინ გეტყვი თქვენ, რამე თუ მეზვერენი და მეძავნი წინა გიწყოდიან თქვენ სასუფეველსა ღმრთისასა. რამე თუ მოვიდა თქვენ და იოანე გზითა სიმართლისათა და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზვერეთა და მეძავთა რწმენა მისი, ხოლო თქვენ იხილეთ და არა შეინანეთ უკანასკნელ, რაითამცა გრწმენა მისი. მეძავებმა შეისმინეს მისი, თქვენ კი არა, ამიტომაც წარგიძღვებიან თქვენ ისინი, ესე იგი თქვენზე ადრე შევლენ სასუფეველში. შეეცადეთ, რომ თქვენც ირწმუნოთ, რათა მათ შემდეგ მაინც შეხვიდეთ, ხოლო თუ არ ირწმუნებთ, საერთოდ ვერ შეხვალთ. სხვაი იგავი ისმინეთ, კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმა დაასხა ვენახი და ზღუდე გარე მოსდვა მას და ქმნა მასშინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედ და საქმედ და წარვიდა. ვენახი აღნიშნავს იუდეველ ხალხს, რომელიც დაასხა უფალმა. ღმერთო ძალთაო, მობრუნდი, გადმოგხედე ციდან და იხილე და მოხედე ამ ვაზს. მოსეც ამბობს, შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას შენს დასავანებლად რომ შექმენი უფალო, იმ საწმინდარში შენი ხელით რომ დაამყარე მეუფევ. ზღუდის ქვეშ იგულისხმება რჯული, რომელიც უკრძალავდა იუდეველ ხალხს სხვა ხალხთან შერევას. საწნახელად იწოდება საკურთხეველი, რომელზეც მსხვერპლშეწირვის სისხლი იღვრებოდა. გოდოლი არის ტაძარი, რომელიც შესანიშნავი იყო. ვენახის ღობით შემოზღუდვა იგავში რამდენიმე მნიშვნელობით გაიაზრება. ღობე საღვთო რჯულია,
რომელიც ცეცხლოვანი კედელივით უნდა აღემართა რჩეულ ერს და ამ გზით დაეცვა თავი ურჯულოებისგან. კონკრეტულად იგულისხმება მოსეს რჯული, ის მცნებები, რომლებიც ღმერთმა მოსეს მისცა, რათა ისრაელიანები ცალკე ერად შემოსაზღვრულიყვნენ და სხვა ხალხებს არ შერეოდნენ. ვენახის პატრონმა ვენახს არა მარტო ღობე შემოავლო, არამედ ვენახის შიგნით საწნახელიც ამოკვეთა და კოშკიც ააგო. უფალმა ღმერთმა საკვირველი მზრუნველობა გამოიჩინა იუდეველთა მიმართ, შექმნა სამყარო, ანუ ჩაყარა ვენახი, რაც ასევე გამოხატავს ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლას. მოუწყო სამსხვერპლო, ანუ საწნახელი, სადაც ერი მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა ღვთის წინაშე. სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი ქრისტიანულ ეკლესიაში შეანაცვლა ქრისტეს დაღვრილმა სისხლმა და ამიტომ იგავში საწნახელი, სადაც ღვინო იწურება, უკვე მომასწავებელია ყველაზე დიადი, სრულყოფილი და წმინდა მსხვერპლისა, ქრისტეს წმინდა სისხლის დაღვრისა. ღმერთმა გამზადებული ვენახი კეთილი ნაყოფის გამოსაღებად გადასცა ვენახის მოქმედთ, ანუ კაცთა მოდგმას. ვენახის პატრონობაც და ნაყოფის, ანუ მოსავლის მიღებაც ღმერთმა საქმედ დაუწესა ადამიანს. ეს ნაყოფი მას საკუთარი ხელით, შრომით, ღვაწლით, სიკეთის ქმნით უნდა მიეღო, რისთვისაც ღვთისგან დრო მიეცა. იგივე ითქმის ერზე, კერძოდ იუდეველებზე, ასევე ქრისტიანებზეც. ნაყოფში რა თქმა უნდა სათნოებანი, სულიერი ნაყოფი და ჯანსაღი, ზნეობრივი ცხოვრების წესი იგულისხმება. ღმერთი იმ მიზნით წავიდა, რომ კაცსაც და ერსაც საშუალება მისცემოდათ საკუთარი ნებით და საკუთარი ძალისხმევით მოეწიათ ეს ნაყოფი. ვენახის პატრონის დიდი ხნით წასვლა იგავში გამოხატავს ღვთის უსაზღვრო მოთმინებასა და სულგრძელებას. ღმერთი მოსიყვარულე მშობელივით ეპყრობა საკუთარ ქმნილებათა გვირგვინს და მოელის თუ როგორ იმოქმედებს იგი, რა არჩევანს გააკეთებს, როგორ აღასრულებს ღვთის მცნებებს, რომელ გზას დაადგება თავისი ნებითა თუ სურვილით, ღვთის მოშიშებისა და მორჩილების გზას, თუ უღმერთობისა და ურჩობისას. ვენახის პატრონის წასვლით უფალი იესო ქრისტე იმ ჟამზე უთითებს, როდესაც ღმერთი იუდეველებს უკვე აღარ წინამძღვრობდა უშუალოდ, ასე ვთქვათ ხილულად, როგორც ეს ეგვიპტიდან გამოყვანისას, სინას მთაზე რჯულის დებისას და ქანაანში ებრაელთა დამკვიდრებისას იყო. მაშინ ღმერთი თავის წინამძღოლობას სასწაულებითა და გამოცხადებებით უმოწმებდა ისრაელ ერს. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა და ამასთან გაემგზავრა დიდი ხნით, რადგან ერს სჭირდებოდა საკუთარი ნების, თავისუფალი ნებელობის გამოვლენა ღვთისგან ბოძებული აღთქმის, ცნებების აღსასრულებლად. მევენახეები ამიგავში არიან ღვთისგან რჩეული სულიერი წინამძღოლნი ერისა, რადგან ჩვეულებრივ სწორედ მათი ძალისხმევითა და ღვაწლით ეძლევა საშუალება ერს სულიერი ნაყოფი გამოიღოს. ეს საქმე ერთსა და იმავე დროს არის სულიერი წინამძღოლების უფლებაც და მოვალეობაც ღვთის და ერის წინაშე. და რა ჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთა, მოავლინა მონანი თვისნი, მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყვიტეს და რომელთამე ქვაი დაჰკრიბეს. კვალად წარავლინა სხვანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა და მათცა ეგრეთვე უყვეს. წარგზავნილი მონები, ანუ წინასწარმეტყველები, ღვთისგან დიდად გამორჩეულნი, რომლებიც აუწყებდნენ იუდეველთ ღვთის წმინდა ნებას, მოუწოდებდნენ მათ სინანულისკენ, უცხადებდნენ მომავალს, მიუთითებდნენ ქვეყნიერების მხსნელზე, ღვთის მხოლოდ ჩობილ ძეზე.
ეს წარგზავნილები იუდელოთაგან ითხოვდნენ ნაყოფს, ანუ ღვთისნების აღსრულებას, მორჩილებას საქმეებით დამტკიცებულს, მაგრამ იუდეველებმა ასეთი მზრუნველობის შემდეგ არათუ არ გამოიღეს ნაყოფი, არამედ განურისხდნენ კიდეც მასთან მისულთ და არა მარტო განურისხდნენ, არამედ მათი სისხლითაც გაისვარეს ხელი. თავად იმსახურებდნენ სასჯელს, მათ კი ღვთისგან მივლინებულნი დასაჯეს. ასე ჩაიქოლნენ ქვით იერემია და ზაქარია. ესაია გადახერხილ იქნა ხერხით, სხვებმა დაითმინეს ლანძღვა, დანარჩენებმა კი ცემა, საპყრობილე და ბორკილები. ხოლო უკანასკნელ მიუვლინა მათ ძეთვისი და თქვა: შეხოლო თუ იკდიმონ ძისაგან ჩემისა. ხოლო ქვეყანის მოქმედთა მათ, ვითარცა იხილეს ძეიგი მისი და თქვეს გულსა მათსა, ესე არს მკვიდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკვიდრებელი მისი და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს. რატომ აგზავნიდა ღმერთი ასე გამუდმებით თავის რჩეულებს, წინასწარმეტყველებს, თუ კი მევენახეების ბოროტებას ზღვარი არ დაედებოდა? ყოვლის მცოდნე ღმერთმა ხომ ყოველივე უწყოდა და რატომ თავიდანვე არ გაგზავნა ღმერთმა თავისი მხოლოდ ჩობილი ძე? თავისი ძის გაგზავნით ღმერთი შეეცადა ბოროტ მევენახეებში აღეძრა მორიდება იმ უკეთურობისადმი, რაც მანამდე წინასწარმეტყველებს შეამთხვიეს, გამოეწვია სირცხვილი და რაც მთავარია სინანული ჩადენილ ბოროტებათა და ცოდვათა გამო. ბოროტმა ქვეყანის მოქმედებმა იცოდნენ რა რომ ეს მემკვიდრეა ვენახისა, გაიყვანეს იგი ვენახის გარეთ, ანუ იერუსალიმისა და მოკლეს. ქრისტე მართლაც ქალაქის გარეთ იქნა ჯვარცმული. რაჟამს უკვე მოვიდეს უფალი სავენახისა იმის, რაიმე უყოს ქვეყანის მოქმედთა მათ. რქვეს მას, ბოროტნი იგი ბოროტად წარწმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხვათა ქვეყანის მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თვისა. ასე ჩამოერთვა ებრაელებს ღვთის სასუფეველი და მიეცა ხალხს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს. რომელია ეს ხალხი ღვთისგან გამორჩეული, უმადური და რწმენას შერყეული ისრაელის ნაცვლად? ეს ხალხი ჩვენ ვართ ქრისტიანები, ჩვენ ვართ ახალი ვენახი, რომელიც თავად უფლისგან არის გაშენებული მისი სიტყვის მიხედვით. მე ვარ ვენახი, ხოლო თქვენ რტონი. ჩვენ ვართ შვილები ახალი ისრაელისა. ახლა ჩვენ მიღებული გვაქვს ყველა ღირსება და უპირატესობა ძველი ისრაელისა. უფრო მეტიც კი, ჩვენ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, ვართ რჩეული მოდგმა, სამეფოს სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი. ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს მოცემული, რათა გამოვიღოთ კეთილი ნაყოფი. წმინდა ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი არის ჩვენი ზღუდე. ცხოველმყოფელი სისხლი იესო ქრისტესი და მადლი სულიწმინდისა, როგორც საწნახელიდან ისე მოეცემა ეკლესიას სულებისთვის, რომელთაც შიათ და სწორიათ სიმართლე. ყოველივე მოგვეცა ჩვენ იმისათვის, რათა შევძლოთ წმინდად და გონიერად ცხოვრება. განვეშოროთ არაწმინდებას და ხორციელ ვნებებს, რადგან ეს დამახასიათებელია ახალი მადლიანი სამეფოს შვილთათვის, მაგრამ ყველა ეს ღირსება და უპირატესობა ეკუთვნის ჩვენგან მხოლოდ იმათ, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი მაღალი წოდების შესაბამისად. თუ ჩვენ მხოლოდ სახელით განსხვავდებით ულმობელი იუდეველებისგან, თუ მხოლოდ ერთი ბაგით ვაღიარებთ ქრისტეს, ხოლო გულითა და საქმეებით დაშორებულნი ვართ მას, თუ მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილით გამოხსნილნი ხელმეორედ ვაკრავთ უფალს ჯვარს ჩვენი ცოდვებითა და უმადურობით, მაშინ არა მარტო ყველა მსჯავრი და წყევა,
რომლებიც განუსაზღვრა ღმერთმა გაბოროტებულ იუდეველებს თავს დაგვატყდება ჩვენ, არამედ უფრო უარესიც კი დაგვემართება. რქუა მათ იესო, არასა და აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა, ლოდი რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავკიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არ საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა. ყოველივე ამით უფალი გვიჩვენებს, რომ იუდეველები უარყოფილნი არიან, ხოლო წარმართები შეწყალებულნი. ქვა ანუ ლოდი თავად უფალია, ხოლო მშენებლები ხალხის მოძღვრები. ამრიგად ის, ვინც შეურაცხყვეს ამ მოძღვრებმა, კუთხის თავად დაიდვა, გახდა რა ეკლესიის თავი, რადგან კიდე აღნიშნავს ეკლესიას, რომელიც თავს უყრის და აერთიანებს ყველას, იუდეველებსაც და წარმართებსაც, ისევე როგორც კიდე აერთებს ორ კედელს, ხვდებიან რა ისინი ერთმანეთს მასში. ამისთვის გეტყვით თქვენ ვითარმეთ, მიგეღოს თქვენგან სასუფეველი ღმრთისაი და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდნენ ნაყოფსა მისსა. იუდეველები, რომელთაც ამ ლოდს ფეხი წამოჰკრეს და ქრისტესთან მიმართებით ცთუნდნენ, მეორედ მოსვლის დროსაც შეიმუსრებიან, თუმცა მის მიერ უკვე დათრგუნულნი არიან, დედამიწაზე ყველგან გაფანტულნი, როგორც ბედკრულ იუდეველებსაც ახლა ვხედავთ. და რომელი დაეცეს ლოდსამას ზედა შეიმუსროს და რომელსა ზედა დაეცეს განანქრიოს იგი. აქ იესო ქრისტე წარმოგვიდგენს ორგვარ დაღუპვას, ერთს დაბრკოლებისა და შეცდენისაგან, რასაც აღნიშნავს სიტყვები, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, სხვას კი ტყვეობით, უბედურებითა და საბოლოო დაღუპვით, რომელიც ცხადად არის გამოთქმული სიტყვებში გასრეს. ამით მან მიუთითა თავის აღდგომაზეც. დაცემულს შეუძლია თუმცა უვნებლად არა, მაგრამ წამოდგომა. შემცდარს კიდევ შეუძლია გონს მოსვლა, დაფიქრება, მონანიება, მაგრამ ვისაც დაეცემა ლოდი, როგორც ზეციდან ჩამოვარდნილი, იგი დაიმსხვრება, დაიფშნება, როგორც ბზე გაზაფხულის კალოზე, ანუ სამუდამო დაიღუპებიან. ქრისტეს მტრებმა თავად წარმოთქვეს მათთვის საწინააღმდეგო განაჩენი. სწორედ ეს იყო იმის ნათელი დადასტურება, რომ დამსჯელი კი არა, არამედ თვით დასჯილები იყვნენ დამნაშავენი მათზე დაშვებული სასჯელებით. და ესმნეს რა იმ მღვდელმოძღვართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, სცნეს რამე თუ მათთვის თქვა. ადვილი წარმოსადგენია, როგორი სირცხვილი, როგორი დაბნეულობა დაეუფლათ სინედრიონის წარმომადგენლებს, როგორი ბოროტება აალდა მათ გააფთრებულ გულებში, მაცხოვრის ამ სიტყვების მოსმენისას. ისინი მზად იყვნენ ძალით შეეპყროთ მამხილებელი და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა მისგან, რამე თუ ვითარცა წინასწარმეტყველი, აქ უნდა მათ იგი. აქაც უზაკველი და უბრალო ხალხი ჭეშმარიტებას მიყვება, მაშინ როცა რჯულის მოძღვარნი ბოროტს განიზრახავენ. ებრაელები დღემდე ცდილობენ იპოვონ ქრისტე, მაგრამ ამისთვის არც ძალა შესწევთ და არც გონიერება. ისინი ანტიქრისტეს შეიწყნარებენ და თაყვანს მას სცემენ, ხოლო ქრისტეს არ მიიღებენ, ანუ ვერ შეიცნობენ. Ite boshenda